ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა ერთხმოვანება. ანუ ვთქვათ, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას გულისხმობთ? კი, იმიტომ რომ რასაც ვთქვათ, იტყვიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ან ვთქვათ, სამოქალაქო ჯგუფები, ან მედია რა პრობლემასაც დააყენებს, იგივე პრობლემა უნდა დააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. და ეს იქნება ორმხრივი ზეწოლა, ვთქვათ, შიგნიდან და გარედან. ეს იქნება ისეთი ვითარება, როდესაც ვთქვათ, ხელისუფლებას შეუძლია, რა თქმა უნდა, მაგრამ არამონგებიანია გაუწიოს წინააღმდეგობა. ჯობია ასეთ ვითარებაში თანამშრომლობაზე წამოსვლა, ეს ყოველთვის მონგებიანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუმცა ქალბატონო, ჩვენ გვქონდა არაერთი პრეცედენტი, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებებს დავასახელებ, როდესაც ასე იყო შიდა და გარე ზეწოლა, ეს ცვლილებები განხორციელდა, თუმცა როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსები და ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, მათ შორის საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც და ვახტანგ ხმალძე დღეს თქვენთან თანამშრომლობს, ეს არის პოლიტიკური ცვლილებები და მორგებულია ისევ ხელისუფლებაზე. როგორ შეიძლება თავიდან აიცილოს თქვენმა ჯგუფმა და საზოგადოებამ იმის საშიშროება, რომ თუნდაც ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ხელისუფლება ისევ მოახერხებს, მოარგოს ეს თავის პოლიტიკურ ნებას. კიდევ ერთხელ ამბობ. ერთ შემთხვევაში საზოგადოებამ ვერ გაიტანა თავისი. ვერც საერთაშორისო ზეწოლამ. კი, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავყაროთ ფარხმალი და ვიყოთ პასიურ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი იქნება, ვთქვათ, რომ რა ვქნათ, არაფერი არ გამოგვდის და შესაბამისად არაფერსაც არ გავაკეთებთ. სწორედ ამიტომ ვამბობ და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ჩვენი მონაწილეობა, აუცილებელია, რომ ვთქვათ, ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ესე ცალსახად თქვა ჩავთეთრი არ არის ყველაფერი, ხო? არ შეიძლება ყველაფერი იყოს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი და თქვათ სამოქალაქო სექტორი იყოს, თქვათ ყოჩაღად, პროფესიულად იქცეოდეს, თანამშრომლობაზე ყოველთვის მზად იყოს, თქვათ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ ყოველთვის, თქვათ მოწოდების სიმაღლეზე. ასე არ ხდება. როგორც წესი ჩვენ ვართ ყველანი, როგორც ხელისუფლება, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მედია, ჩვენ ერთ საზოგადოებას წარმოვადგენთ, ხო? ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ერთხელ არ გამოვიდა არაუშავს, მეორედ არ გამოვიდა არაუშავს, მესამედ ალბათ გამოვა, თქვა. შეიძლება ესეც არ გამოვიდეს ეხლა, ეს კონკრეტული ინიციატივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და თქვა შემდეგ ინიციატივაზე, თქვა, არ შევეცადოთ გარკვეულად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენთვის ძალიან აქტუალურია თქვენ ცვლილებებში, რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. და რამდენადაც ვიცი, აპირებთ თქვენს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, რომ გააუქმოთ საბაჟო გადასახადი სასამართლო პროცესებზე. ეს ალბათ გაზრდის პრეცედენტების რაოდენობას, მაგრამ რამდენად გაზრდის დადებით შედეგს თქვენი აზრით? იცით რა, არ ვიცი. უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ეს გატყდეს ჩვენში აი ეს ფსიქოლოგიური პრობლემა და ზოგადად უნდობლობა სასამართლოს მიმართ. და ამაში მხოლოდ ჩვენი ასე ვთქვათ წვლილი არ შეიძლება იყოს, ამაში უნდა იყოს სასამართლოს წვლილი. ანუ სასამართლო თვითონ უნდა დაიწყოს პრეცედენტების შექმნა, როდესაც ვთქვათ საჯარო ინფორმაციას ადამიანი მიიღებს მარტივად. დღეს მე ველაპარაკე სწორედ ერთ-ერთი რეგიონული პრესის რედაქტორს, რომელმაც თქვა, რომ პრაქტიკულად, ესე იგი, შეიძლება გაკოტრდეს ადამიანი, რომელიც შეეცდება, თქვათ, შეისწავლოს ტენდერის შესახებ ინფორმაციას და თქვათ, დაბეჭდოს, ეს გამოიყენოს, იმიტომ რომ მას შეიძლება დასჭირდეს, თქვათ, არა მხოლოდ ის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც თქვათ, რომელიღაც მუნიციპალიტეტს ან სამინისტროს ხავს, მას შეიძლება დაჭირდეს საჯარო რეესტრში არსებული და დაცული ინფორმაცია, რომ გაარკვიოს კონკრეტულად რომელი ინდივიდი არის, თქვათ, მფლობელი ან შემწყიდველი. თუ კი ადმინისტრაციული კოდექსით უფასო არის საჯარო ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ინფორმაცია 15 ლარი ღირს. თქვენ შეგიძლიათ გაამრავლოთ რამდენი ასეთი ინფორმაცია შეიძლება დაგჭირდეთ და პრაქტიკულად შეიძლება ერთი ინფორმაციისთვის თქვენ დაგჭირდეთ, სადღაც 3000 ლარამდე, რომ გადაიხადოთ. გარდა თანხებისა, ქალბატონო, კერძოდ ტელევიზიებს აქვთ კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ ოპერატიულად მიღება ამ ინფორმაციას. მაგალითად, ჩვენ გვქონდა სულ ცოტა ხნის წინ პრეცედენტი, როდესაც ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები დააკავეს, ხელისუფლებამ ნაციონალურ არხებს მისცა ასე ვიდეო მასალა ამის შესახებ და მაესტროს სატელეფონო ზარებს ისინი უბრალოდ არ პასუხობდნენ. რამაც რის გამოც ჩვენთან ამ ინფორმაციამ დააგვიანა და ფაქტურად წაიყვანეს ამ არხებმა მაყურებელი და შესაბამისად წაიღეს ჩვენი რეიტინგიც დღის პირველ ნახევარში. აი ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს რეგულირება? რაც შეეხება ოპერატიულობას, ასევე ჩვენთან კანონში არის ესეთი ჯადოსნური სიტყვა დაწერილი, რომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ანუ მოთხოვნისთანავე უნდა გაიცეს. მაგრამ თუ ტელეფონს არ პასუხობენ, ეს სიტყვა დაუყოვნებლივ, ესე იგი აი ბატონ ლაშა-ტუღურს ქონდა ასეთი პრეცედენტი, ესე იგი მოსამართლემ დაიწყო სპეკულაცია, რა შეიძლება ნიშნავდეს დაუყოვნებლივ. ნუ ზოგი ჩქარა ადისო კიბეზე, ზოგი ნელა ადისო. თქვენთვის დაუყოვნებლივ შეიძლება 1 საათი იყოსო, ჩემთვის შეიძლება 1 კვირა იყოსო და ნუ დაიწყო ამაზე სპეკულაცია, რაც თავისთავად ძალიან კომიკური არის. ამიტომ ჩვენ
ან ბატონო ვახტანგმა კანონში ჩაწერა განმარტება, რომ სიტყვა დაუყოვნებლივ ნიშნავს 7 არაუგვიანეს 7 სამუშაო საათის, ანუ რომ ერთ დღეში უნდა გაიცეს ინფორმაცია, ხო, თქვათ ყველაზე უფრო ისეთი გადავადებული ინფორმაცია, თორე დაუყოვნებლივ როგორც წესი ნიშნავს მოთხოვნისთანავე ინფორმაციას. განსაკუთრებით ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ძალიან დიდი ქექვა და თქვათ მოძიება გარკვეული ინფორმაციის არ ჭირდება, მაგალითად ლიბერალს ჰქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც მან მიმართა თბილისის მერიას და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თქვათ საარჩევნო თვეში, რამდენს ხარჯავს თბილისის მერია კულტურულ ღონისძიებებზე. დღემდე ეს ინფორმაცია მას არ მიუღია, არის სასამართლოში სარჩელი და ნახოთ როგორ გადაწყდება საკითხი და შეიძლება ვთქვათ აი სასამართლო სარჩელები გააგრძელოს 4 თვე, 6 თვე, 1 წელი, 2 წელი, ხო და აი ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ეს ვადებიც იქნას დაცული, გარდა ვთქვათ იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს უფასო, ან ნაკლები ფასიანი, ვიდრე ეს არის. გარდა ამისა, კიდევ უნდა იყოს ის, რომ დროულად მიეწოდოთ ჟურნალისტებს ინფორმაცია და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სხვა შორის ამას ჩვენგან ითხოვს ევროპის სამეზობლო კომისიაც, რომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ელექტრონულად მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი ინფორმაცია და საჯარო დაწესებულებები უნდა გადავიდნენ პროაქტიურ რეჟიმში. რას ნიშნავს პროაქტიურ რეჟიმში? რაც არის საჯარო ინფორმაცია, გამოაქვეყნონ თვითონ საკუთარი ნებით საკუთარ ვებსაიტზე, რომ ვთქვათ, მე როდესაც რაღაცა ინფორმაცია დამჭირდება და ავკრებ ამა თუ იმ ორგანიზაციის საიტს, არ დაიწეროს იქ რეკონსტრუქციის ქვეშარი, ხო, ან რაღაცა დაელოდეთ. გაქვთ არა გათვალისწინებული კანონ პროექტში იმ ჩინოვნიკებზე რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები, ვინც ასე ვთქვათ, არ დათმობს ინფორმაციას და არ მისცემს მომთხოვნ მხარეს. იცით რა, ეხლა არ მახსოვს ესე ზუსტად ეს კონკრეტული პუნქტი, მაგრამ როგორც წესი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ კი ვთქვათ, კანონში იქნება გაწერილი, რომ ეს კანონი ითხოვს იმას, რომ ვთქვათ, ეს ადამიანები ასე მოიქცნენ, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კი ეს ადამიანები ასე არ მოიქცევიან, მაშინ ბუნებრივია მათზე რაღაც სანქციები უნდა გავრცელდეს, მაგრამ ეხლა არ მახსოვს უბრალოდ კონკრეტულად, ვთქვათ, ამ თემაზე რა არის პროექტში გათვალისწინებული. მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად შევეხოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს. 2 დღის წინ ამ სტუდიაში უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა წინ გადადგმულ ნაბიჯად დაასახელა მედია კლუბის წევრების თქვენი კოლეგების შორენა შავერდაშვილის და ლიკა ჩახონაშვილის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში. თქვენ თვითონ როგორ აფასებთ თქვენ საქმიანობას? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენ ხართ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები? შეიცვალა ერთადერთი რამ, შეიცვალა ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გახდა ცოტათი უფრო გამჭვირვალე, ვიდრე იყო მანამდე. ანუ საზოგადოებამ იცის რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და იცის რა ხდება საზოგადოებრივი საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. თუ ჩვენ შევძელით თქვათ ინფორმაციის გამოტანა და შიდა პროცესზე თუ ახერხებთ ზეგავლენის მოხდენას. შიდა პროცესზე ძალიან მწუხვარ, მაგრამ ვერავით არ გავლენას ვერ ვახდენთ. ძალიან სამწუხაროა ეს, რომ თქვათ თითქოს დისკუსიის დროს, როდესაც თქვათ კონკრეტული საკითხი განიხილება, თითქოს რამდენიმე წევრი გვეთანხმება და იზიარებს ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც კი დგება კენჭისყრის დრო, ყველა როგორც ერთი კენჭს უყრის ხოლმე იმ წინადადებას, რა წინადადებას არის დაყენებული ან შემოთავაზებული მენეჯმენტის მხრიდან და ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ სამნი ვრჩებით აბსოლუტურად მარტო და ძალიან სასაცილო იყო, თქვა, ვითხოვდით დიდხანს იმას, რომ დასვით კითხვა, ვინ არის წინააღმდეგი, იმიტომ რომ ფაქტურად ვიყავით აბსოლუტურად მარგინალურ მდგომარეობაში, იცმებოდა კითხვა, ვინ არის მომხრე, ეს ადამიანები წევდნენ ხელს და ჩვენ ვითომ იქ არ ვარსებობდით. მაგრამ ძალიან ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გარდატეხა მოვახდინოთ და ერთხელ მაინც, თქვა, თუნდაც 4 ადამიანი იყოს, თქვა 10-ის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. რა მონაწილეობას იღებდა ქალბატონინო სამეთვალყურეო საბჭო, როდესაც წყდებოდა მაგალითად 2 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ერთი პირველი კავკასიურის გადაცემა კერძო კომპანიისთვის და ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდა სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამგზავრების დაფინანსება. რამდენად ვიცი, ძალიან დიდი თანხები იქნა ამისთვის გაღებული. კი. რა პოზიციაში იყავით თქვენ ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით? ესე იგი, არსებობს პირდაპირ ვიდეო ჩანაწერები ჩვენის ხდომიდან, თქვენ შეგიძლიათ და ნებისმიერ ჩვენს მაყურებელს შეუძლია თუ კი სურვილი ექნება ამის შემოწმების. ეს იყო ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტთან ერთად. ეს იყო 2 საკითხი, როდესაც საბჭოზე იყო ძალიან ისეთი ცხელი და ძიმე კამათი. რაც შეეხება პირველ კავკასიურს, ეს იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ თქვა კენჭისყრა თუნდაც 2 დღით გადავადებული იყო და ძალიან მარტივი მიზეზი იყო ამისი, იმიტომ არა რომ თქვა ვინმე იყო ჩვენგან ზოგადად თქვა ბატონი რობერტის წინააღმდეგი ან
არ გაგვეხარდა ის რომ თქვა ასეთი პროფესიონალი ადამიანი რომელსაც აქვს BBC-ში მუშაობის გამოცდილება, რომელსაც აქვს რადიო თავისუფლებისთვის მუშაობის გამოცდილება, იქნებოდა ჩვენ სივრცეში. ამაში ეჭვი ნამდვილად არავის არ ეპარებოდა, მაგრამ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელს გარეთ გაქონდა ძალიან მნიშვნელოვანი არხი. ეს იყო პირველი შემთხვევა და ჩვენ გვჭირდებოდა, ჩვენ გვინდოდა ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის მოსმენა. ოღონდ პასუხის მოსმენა იურისტებისგან. და ძალიან მარტივად ხოვით რომ 2 დღე თუ შეიძლება რომ გადავდოთ კენჭისყრით, რომ არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს 2 დღეში. ანუ არ გაითვალისწინეს თქვენი აზრი. არა, არ გაითვალისწინეს, ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი საკითხი და ნუ ეხლაც პირველი კავკასიური, ესე იგი პრობლემებით და ის დაფინანსება არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ პირველი რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ იმის დარწმუნებით, რომ თქვა უნდა იყოს პირველი კავკასიური, ამბობდნენ რომ ჩვენი, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფული არ იქნება, მთლიანად იქნება კომერციული შემოსავლებით დაფინანსებული. კანონმდებლობით კი არ არის გათვალისწინებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს კონდეს სარეკლამო შემოსავლები. ანუ აქ არის რაღაცა აბსოლუტური გაუგებრობა, შეუთავსება სოფონი ჟარაძის დაფინანსება. რაც შეეხება სოფონი ჟარაძის დაფინანსებას, ესეც არის ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ეს იყო რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვირეკეს სხდომის დღეს ზუსტად დილით და გითხრას რომ 2 საათზე უნდა ყოფილიყავით სხდომაზე. ჩვენ მქონდა ძალიან ბევრი საკითხი იმ დღეს დაგეგმილი, რომლის გადადებაც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. და ვთხოვეთ ასევე რომ იქნებ სხდომა, თქვათ, გადაავადოთ ერთი დღით. ესეც აღმოჩნდა შეუძლებელი. სხდომა ჩატარდა ჩვენს გარეშე და ჩვენ უკვე პოსტფაქტუმად ვცდილობდით ძალიან დიდხანს გაგვერკვია, რატომ მისცა საბჭომ ხმა ამ გადაწყვეტილებას იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მართლა არ ყოფნის ფული იმისთვის, რომ თქვათ, ტექნიკა 2 მილიონი. 2 მილიონი. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ნინო დანელია, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.